გამარჯობა. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ იდეალური აირის მდგომარეობის განტოლებაზე. ამ გაკვეთილზე განმარტავთ თუ რა არის იდეალური აირი, რაზე არის ის დამოკიდებული, ჩავწერთ შესაბამისად მის ფორმულას, გავეცნობით მის ერთეულებს და ამოხსნით ამოცანას და გავარკვევით ზოგადად იდეალური აირის შინაარსში. მოკლედ, თავდაპირველად რა არის იდეალური აირი? ისეთ აირს, რომლის მოლეკულები არ ურთიერთქმედებენ და მოლეკულების ზომა თავად არის უმნიშვნელო მათ შორის მანძილთან შედარებით, იდეალური აირი ეწოდება. იდეალური აირის წნევა P დაპროპორციული არის N-ზე, ანუ მოლეკულების კონცენტრაციაზე. კონცენტრაცია კი ეს არის ერთეულოვან მოცულობაში მოლეკულათა რიცხვი, ანუ რაღაც მოცულობის ჯამი იქნება ეს თუ ჭურჭელი, რამდენი მოლეკულა ეტევა ამ ჭურჭელში, მაგათი რიცხვი. ასევე იდეალური აირის წნევა P დაპროპორციული არის T-ზე, ეს არის აბსოლუტური ტემპერატურა, რომელიც იზომება კელვინებში. T ეს არის იგივე T+273, ანუ მაგალითად თუ ჩვენ მითითებული იქნება ამოცანაში, რომ 0 გრადუსი არის ტემპერატურა, მაშინ მისი აბსოლუტური ტემპერატურა იქნება 273 კელვინი. ხო. და ასევე P დაპროპორციული არის უკაცრავად P დაპროპორციული არის K-ზე. K ეს არის ბოლცმანის მუდმივა, რომელიც ტოლი არის 1.38 გამრავლოთ 10-23 ჯოული შეფარდებული, უკაცრავად -23 ჯოული შეფარდებული კელვინთან. ხო, მოკლედ, აქედან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია ჩავწეროთ ფორმულა. იდეალური აირის წნევის ფორმულა, რომელიც ტოლი არის NKT. ჩვენ ვიცით, რომ შეგვიძლია რაღაც ძირითადი ფორმულიდან გამოსახოთ კიდევ ერთი სხვადასხვა ფორმულების მეშვეობით რაღაც წარმოვადგინოთ სხვა ფორმულები და შენობა ერთიანი სახე მივცეთ მას. აქედან ჩვენ შეგვიძლია რომ გამოვსახოთ N თავისი ფორმულით, კიდევ ერთხელ N ეს არის კონცენტრაცია, ანუ ერთეულოვან მოცულობაში მოლეკულათა რიცხვი და ვიცით რომ მისი ფორმულა ასევე არის N დიდი შეფარდება V-თან. N დიდი ეს არის მოლეკულათა რაოდენობა, ანუ მოლეკულათა რაოდენობა V მოცულობაში. ხო. ჩვენ ვიცით რომ ზოგადად N-საც, N-დიდსაც აქვს თავისი ფორმულა, რომელიც ტოლი არის M, ანუ აირის მასა შეფარდებული მის მოლურ მასასთან, გამრავლებული N ავოგადროზე. N ავოგადროს მნიშვნელობა კი არის 6.02 10-23 მოლი -1. ხო, ჩვენ შეგვიძლია რომ ეს პირველი ფორმულა შეგვიძლია ეს დავუმროთ და ეს მეორე ფორმულა შევიტანოთ საწყის ფორმულაში და მივიღებთ რომ PV, ანუ მნიშვნელობს გავამრავლოთ V და მარცხნივ გადმოვწეროთ PV ეს უდრის M პატარა შეფარდებული M დიდთან გავამრავლოთ N ავოგადროზე, გავამრავლოთ K-ზე, გავამრავლოთ T-ზე. მოდი ეს ამოვწეროთ ცალკე. ესე იგი PV უდრის M პატარა M დიდთან გავამრავლოთ N ავოგადროზე, გავამრავლოთ ასევე K-ზე, გავამრავლოთ ასევე T-ზე. ეს არის ძირითადი ფორმულა. ძირითადი ფორმულა ეს არის, თუმცა ასევე გამოვიყვანეთ
კიდევ ერთი ფორმულა, რომელიც თუ ვიცით აირის რაღაც მასა, ვიცით მისი მოსულობა და თავისთავად მოლური მასა პერიოდული ცხრილიდან და T შეგვიძლია გავარკვიოთ სხვა მნიშვნელობები, იქიდან გამომდინარე თუ რა ვიცით. ზოგადად აქ ხედავთ, რომ არის ორი მუდმივა, ეს არის ავოგადროს მუდმივა და ბოლცმანის მუდმივა და ნუ თავისთავად მუდმივაზე გამრავლებით მიიღება კიდევ ერთი ახალი მუდმივა. ანუ აი ავოგადრო რო გავამრავლოთ კაზზე, მიიღება ახალი მუდმივა, რომელსაც აღვნიშნავთ ერასოთი და ეს არის უნივერსალური მუდმივა. უნივერსალური მუდმივის რიცხვით მნიშვნელობა კი წარმოადგენს 8.31 ჯოული შეფარდებული მოლი გამრავლებული კელვინზე. ანუ რა რიცხვების აქვს ავოგადროს და კაზის ერთმანეთზე გამრავლება მიიღეთ ეს მნიშვნელობა. ხო. ახლა ნუ შეგვიძლია რომ ენა ავოგადრო გამრავლებული კაზზე არ ჩავწეროთ და პირდაპირ მოვიშველიოთ უკვე გამზადებული ერის რიცხვით მნიშვნელობა და ამჯერად იდეალური აირის წნევა გამრავლებული მოცულობაზე ჩაიწერება მსგავსი ფორმულით. ვიცით რომ ზოგადად იდეალური აირის მდგომარეობა ხასიათდება სამი ძირითადი პარამეტრით, ეს არის წნევა, ეს არის V მოცულობა და ეს არის T აბსოლუტური ტემპერატურა. განტოლებას კიდევ ერთხელ რომელიც აკავშირებს იდეალური აირის მდგომარეობის მახასიათებელ პარამეტრებს, ანუ ამათ ერთმანეთთან, იდეალური აირის მდგომარეობის განტოლება ეწოდება, რომელიც გამოისახება სწორედ ამ ფორმულით. ეს არის იდეალური აირის მდგომარეობის განტოლება. ნუ ამ განტოლებას კიდევ ერთხელ ასევე უწოდებენ კლაპეირონ-მენდელეევის განტოლებას. მოგეთ იდეალური აირის განტოლება იმ შემთხვევაში თუ ერთი მდგომარეობიდან მეორე მდგომარეობაში გადადის, ჩაიწერება შემდეგი სახით. პირველ რიგში პირველ მდგომარეობაში ჩაიწერება თავისთავად ასე P1V1 უდრის, ნუ რა თქმა უნდა, თუ ჩვენ გვაქვს მუდმივი მასა, ეს კანონი მხოლოდ სამართლიანია მუდმივი მასის შემთხვევაში, ეს იქნება P1V1-ის m პატარა m დიდთან T1 და მეორე შემთხვევაში P2V2 m პატარა m დიდი გამრავლთ r-ზე გამრავლთ T2-ზე. ხედავთ რომ აქ შეგვიძლია ჩავწეროთ შეფარდება გავყოთ ზედა და ქვედა ერთმანეთზე და ხედავთ რომ ეს ორი შეიკვეცება ერთმანეთთან, ასევე შეიკვეცება ერები, მუდმივები და დაგვრჩება P1V1 შეფარდებული P2V2 უდრის T1 შეფარდება T2-თან. ნუ კიდევ დახვეწილი ვერსია ასე რომ ვთქვათ, თუ როგორ შეგვიძლია ჩავწეროთ ეს შეიძლება ასე, რომ P1V1 შეფარდებული T1-თან უდრის P2 შეფარდება T2-თან. ნუ რომელიც ცნობილია ასე რომ ვთქვათ. და ხო, ყველაზე მთავარი არის ის, რომ ეს არის მუდმივი სიდიდე, ანუ ეს შეფარდება არასდროს არ იცვლება და არის მუდმივი. ანუ კიდევ ერთხელ, როდესაც ხდება აირის ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადასვლა, მუდმივი მასის პირობებში თავისთავად სამივე პარამეტრის ცვლილებისას, ანუ PS და PS და TS ცვლილებისას, წნევის მოცულობის ნამრავლის ფარდობა აბსოლუტურ ტემპერატურასთან არ იცვლება და არის მუდმივი სიდიდე. ნუ ესეც აღმოჩენილი იქნა კლაპეირონების მიერ და წარმოადგენს ესეც იდეალური აირის განტოლების კიდევ ერთ მეორენაირ ჩანაწერს. ნუ გარდა ამისა, იდეალური აირის მდგომარეობა დამოკიდებული არის მის კვარობაზე, რომელსაც განსაზღვრავს მისი მოლური მასა და სიმკვრივე. ასეთ შემთხვევაში ფორმულა შემდეგი სახით ჩაიწერება P უდრის რო სიმკვრივე შეფარდებული
MD-თან გამომრავლ TR-ზე, გამომრავლ T-ზე. ესეც კიდევ ერთი ჩანაწერის ფორმა. და კიდევ ერთი თუ ჩვენ გვაქვს დავიცით ნივთიერების რაოდენობა, მაშინ PV ტოლი არის ნიუ გამომრავლ TR-ზე, გამომრავლ T-ზე. სადაც ნიუ არის ნივთიერების რაოდენობა. ახლა შეგვიძლია მაშინ რაც გავეცანით ძირითად არსს გადავიდეთ ამოცანებზე. მოკლედ გადავიდეთ ამოცანაზე და კითხულობთ ერთ-ერთ ამოცანას ბასიაშვილის წიგნიდან ნომერი 58. მოკლედ ცილინდრში 100 სანტიმეტრი კვადრატ ფართობისა და 100 კილოგრამი მასის ტყუიშის ქვეშ მოთავსებულია 28 გრამი მასისა და 0 გრადუს ტემპერატურის აზოტი. ცილინდრი გააცხელეს 100 გრადუსამდე. რა სიმაღლეზე აიწევს გუში? თუ რა თქმა უნდა ატმოსფერული წნევა 10.5 პასკალი. პირველ რიგში, როდესაც ვკითხულობთ ამოცანას, მოდი გავიაზროთ თუ რას ვეხებით ჩვენ. გვაქვს ცილინდრი, რომლის განიკვეთის ფართობი ვიცით, ასევე ვიცით თავად ამ ტყუიშის მასა და ვიცით რომ ტყუიშის ქვეშ არის მოთავსებული აირი, კერძოდ აზოტი, რომლის მასა ვიცით. და ვიცით ასევე ტემპერატურა, რომ არის 0 გრადუსი. ანუ აბსოლუტური ტემპერატურა შესაბამისად 273 კელვინი, 0 პლუს 273. და ვიცით რომ ეს ცილინდრი გააცხელეს 100 გრადუსამდე. ნუ აქ მნიშვნელოვანი არის ის, რომ ეს ტყუში არის არა დამაგრებული, არამედ მოძრავი. ანუ სრულიად შეიძლება აიწიოს და დაიწიოს. მოკლედ, იმისათვის რომ გავანალიზოთ, მოდი ჯერ პირობა არ გვინდა, პირდაპირ გადავიდეთ ნახაზზე და ნახაზზე შეგვიძლია პირობაც მივუწეროთ. მოკლედ გვაქვს ტყუში, ცილინდრი და აქ არის ტყუში. ტყუში არის აქ, ვიცით ამ ტყუშის მასა M. ასევე ვიცით მისი ფართობი ისი და ვიცით რომ აქ არის მოთავსებული ჩატუმბული თუ შეიძლება ასე ვთქვათ აზოტი. ხო და ვიცით ამ აზოტის მასა, რომ მასა უდრის 28 გრამს, ანუ მოდი აღვნიშნოთ პირობითად M1-ით ეს. მოდი ესენი წავშალოთ. და აღვნიშნოთ M1-ით მასა, ანუ ვიცით რომ აქ არის აზოტი, აქამდე არის აზოტი. და ვიცით ასევე მისი ტემპერატურა, მოდი პირდაპირ აბსოლუტური ტემპერატურა ჩავწეროთ 273 კელვინი. შემდგომ მოხდა ის, რომ ეს ცილინდრი გააცხელეს რაღაც 100 გრადუს ცელსიუსამდე. მოდი დავხსოვოთ მეორე ნახაზი, ეს არის პირველი შემთხვევისთვის. ახლა დავხსოვოთ მეორე შემთხვევისთვის ნახაზი. კვლავ ცილინდრი, უბრალოდ მოხდა ის, რომ გააცხელეს 100 გრადუსზე და ტყუშმა აიწია რაღაც სიმაღლეს. ნუ აქ რა თქმა უნდა H1 ეს არის სიმაღლე, რადგან თავდაპირველად იმყოფებოდა და შემდგომ უკვე მას შემდგომ რაც ტყუში აიწია ზევით თავისთავად რაღაც პარამეტრები შეიცვალა. თუმცა რაღაც მუდმივი დარჩა. კვლავ გვაქვს იგივე ტყუში, მას აქვს იგივე მასა, მას აქვს იგივე ფართობი თავისთავად. ნუ არც შეგვიძლია ნივთიერება, ანუ აირი არ შეგვიძლია, ანუ მასაც იგივეა M1, თუმცა შეიცვალა აბსოლუტური ტემპერატურა.
ანუ როგორც ეწერა გააცხელეს 100 გრადუსამდე, ანუ 100 გრადუსი ეს არის 373 კელვინი. და აიწია რაღაც h-ორ სიმაღლემდე. რაღაცა დონეთა სხვაობას ხედავთ აშკარად. პირველ რიგში გარდა იმისა, რომ ვიცით, რომ აქვს ქვევით არის მოთავსებული აზოტი, ასევე ვიცით, რომ ზოგადად რაც არის რაღაცა ქვევით, მას ასევე აქვს რაღაცა ზევით და ეს ზევით არის რაღაცა ატმოსფერული ჰაერი, რომელიც სწორედ ამ ჯგუფში აწვება. ანუ ჩვენ თავიდანვე ვახსენეთ, რომ ეს ჯგუფი არ არის დამაგრებული, ანუ შეიძლება რომ ის დაიწიოს ან აიწიოს, თუმცა საბოლოოდ ისე უნდა მოხდეს, რომ ის ზედა და ქვედა ერთმანეთს გაუდლოდეს. ატმოსფერული წნევა თავის მხრივ, რა თქმა უნდა, მოქმედებს მასზე და შეგვიძლია ის აღნიშნოთ პენულით. გარდა ატმოსფერული წნევისა, თავისთავად ამ აზოტზე, ამ აზოტზე, ხო, იმოქმედებს ასევე რაღაც ძალა. რა თქმა უნდა, ეს ძალა იქნება სიმძიმის ძალა, რომელიც მიმართული იქნება ქვევით. mg. ნუ აქაც ჩვეულებრივად ხდება ის, რომ იგივენაირად პენული მოქმედებს და ნუ მოქმედებს არა. ნუ პენული აწვება და მოქმედებს უკვე ძალა. სიმძიმის ძალით. ხდება მოქმედება სიმძიმის ძალით. ხო. ანუ აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ ის, რომ ის ეწოლა რაც ხდება ამაზე და ის რაც ეწოლა რაც ხდება ამაზე არის ტოლი ერთმანეთის. ანუ P1 ტოლი არის P2-ის. და მაინც ჩავწეროთ თუ ისი ტოლია ის ტოლი არის პენულს დამატებული F-ი შეფარდებული S-თან, ანუ იგივე წნევის ფორმულა არის ეს. კაცრავად წნევის ფორმულა ის ეს, ამ შემთხვევაში ძალის მოქმედებით. ანუ სიმძიმის ძალით მოქმედებს და შესაბამისად ეს ამ F-ში იგულისხმება mg და შეგვიძლია პირდაპირ ჩავწეროთ, რომ ეს F-ი არის სიმძიმის ძალით ძალა. P1 უდრის P2-ს, ნუ რა თქმა უნდა ახლა ამას არ გამოვთვლით, იმიტომ რომ არც დაგჭირდება, რადგან ჩვენ გვეკითხებიან, რომ რა სიმაღლეზე აიწევსოთ ღუში. ნუ ჩვენ გვეკითხებიან h-ორს. ყველაზე მთავარი რაც გამოგვრჩა, იყო მოცულობები. თავისთავად, როდესაც მოხდება გაცხელება 100 გრადუსამდე, მოცულობებიც ერთმანეთისგან იქნება განსხვავებული. ანუ T1 ტემპერატურაზე V1 გვექნება, T2 ტემპერატურაზე გვექნება V2. აქედან გამომდინარე ჩვენ შეგვიძლია ჩავწეროთ არსებული იდეების ცნობით კალაპეირონის განტოლება. ანუ P1 შეფარდება T1-თან უდრის P2 შეფარდება T2-თან. E-ები ტოლია და გამოგვივიდა, რომ V1 შეფარდება V2-თან. კაცრავად ტოლია T1-ის V1 შეფარდება V2-თან, ტოლია T1 შეფარდება T2-თან. ან V1 შეფარდება T1-თან, ტოლია V2 შეფარდება T2-თან. ამას განსხვავებული მნიშვნელობა ამჟამად არ აქვს, რადგან ხედავთ, რომ გვაქვს ორი უცნობი, ეს არის V1 და V2. T1 და T2 ვიცით. იმისათვის რომ გამოვთვალოთ რომელიმე ერთ-ერთის მოცულობა, საჭიროა გამოვიყენოთ კიდევ ერთი ფორმულა, რომელიც ჩვენ დღეს ვახსენეთ. ეს არის კლაპეირონის ფორმულა, განტოლება, რომ P1, ნუ ამ შემთხვევაში პირველი სიტუაცია მაქვს განხილული, შეგვიძლია მეორედ ჩავწეროთ, არ აქვს მნიშვნელობა და შემდგომ მეორეთი გამოვსახოთ, მაგრამ ამ შემთხვევაში იყოს პირველი. P1 უდრის იმ პატარა შეფარდება იმ დიდთან, გავამრავლოთ ღირზე
გავმოვოთ t1-ზე. თავისთავად აქედან ჩვენ ყველას იდე ვიცით, გარდა v1-ისა და v1-საც გამოვსახოთ. v1 უდრის m r t1 შეფარდება m p-ზე. ხო, უკვე ფაქტიურად v1-ის ჩვენთვის ცნობილია, რაც უკვე გულისხმობს ადამიანის შანსი იმ ფაქტზე, რომ ეს განტოლებაც აღარ არის უცნობიანი და შეგვიძლია თავისუფლად გავიგოთ თუ რისი ტოლი არის v2. v2 აქედან გამომდინარე იქნება v1 t2 შეფარდება t1. და ნუ ჩავსვათ ფორმულებს v1-ის მიგივეთ ამას და მივიღებთ რომ v2 ტოლი არის m r t1 t2 შეფარდებული t1-თან, ანუ შეფარდებული უბრალოდ m1-თან, m-თან და ეს იქნება ასე. გავათილდება ესენი და დაგვრჩება m r t2 m-თან. და შესაბამისად გავიგებთ მეორე მოცულობას. თუმცა ჩვენ გვეკითხებოდნენ თავარს თუ როგორ შეგვიძლია, ანუ გვეკითხებოდნენ თუ რამდენით აიწია სიმაღლე, ანუ გვეკითხებოდნენ h-ს. ან ხო, h-ს. იმისაც რომ დავადგინოთ თუ რამდენით აიწია, ჩვეულებრივად შეგვიძლია გამოვიყენოთ ფორმულა ესე შეიძლება. ხო. მოკლედ ამჟამად აჩერე. ამჟამად ხედავთ რომ ორივე ყველაფერი ვიცით, ანუ v2-ს გამოვთვალეთ და ჩვენ გეკითხებოდა ამოცანა თუ რისი ტოლი იყო h2. ანუ რამდენით აიწია, ანუ საბოლოო ნიშნული რა გახდა მისი. ან კიდევ შეგვიძლია ასე გავთვალოთ დელტა h. დონეთას ხო თუ რამდენით აიწია საბოლოოდ. ნუ თავისუფლად რადგანაც ვიცით v1-იც, რადგანაც ვიცით v2-იც, შეგვიძლია გამოვთვალოთ h-იც. ანუ h2 ტოლი იქნება v2 შეფარდება s-თან. ეს იმოცემული იყო პირობაში და ვიცოდით. და თავისთავად h1 ტოლი არის v1 შეფარდება s-თან. რაც შეეხება დელტა h, დელტა h ის არის h2 minus h1, რაც თავის მხრივ ტოლი არის s და v2 minus v1. ეს იქნება ჩვენი დელტა h. და თუ გეკითხებიან თუ საბოლოოდ რა სიმაღლეზე იქნებოდა, მაშინ ჩვეულებრივად გამოვთვლით ხოლმე h-ს. ამ შემთხვევაში ჩვენ ამოცანაში ვეკითხებოდნენ რა სიმაღლეზე აიწევს გოში. ანუ ვეკითხებოდნენ ხოლმე h-ს. მოკლედ დღეისათვის სულ ეს იყო. იმედი მაქვს რომ მოეწონათ დღევანდელი გაკვეთილი და შევხვდებით შემდგომ ვიდეოებში. ნახვამდის.